გამოხვალთ თუ არა იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც იმყოფებით, არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციას ეხება. იფიქრეთ საკუთარ თავზე და ემოციონალობაზე, რომელშიც ხართ, ნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ და შემდგომ გამოხვალთ თუ არა ამ სიტუაციიდან და როგორ. ეხლა წარსულის ნოსტალგიებში ხართ ძალიან ბევრი თქვენთაგანი, ძალიან სიღრმისეულ და ძლიერ შინაგან ძიებაში გხედავთ რომ ხართ, როგორც ესეთი სულიერ კარმულ გაკვეთილს გადიხართ, რაღაც წარსულისკენ ყურება გიჩანთ ბევრი დოზით, თვითჩაღრმავება, შეიძლება განმარტოებულები ხართ, მარტო ხართ დარჩენილები, რაღაც შენარჩუნების მცდელობაც არის შესაძლებელი აქ სტაბილურობის დარღვევის შიში ან დაგერღვათ უკვე ისედაც სტაბილური სიტუაცია და ის რაც იყო და ეხლა ფიქრობთ რა გააკეთოთ, როგორ მოიქცეთ, ძალიან დიდ დასრულიერ სიღრმისეულ ძიებებში გხედავთ ამ ეტაპზე და გამოსავლის ძიებაში. კითხვებს უსვამთ საკუთარ თავში, შეიძლება რატო დამემართა მე, რატო მოხდა ეს სიტუაცია, რომელშიც ვარ და შინაგანი თვითგამორკვევის საკითხებში დგახართ ამჟამად და პიროვნება არის, ვინც ძალიან გენატრებად შესაძლებელია აქ ამ ადამიანთან ძალიან ბევრი გაკეთებული და სწორედ ამიტომ გიჭირთ თქვენ მისი გაშვება თქვენი ცხოვრებიდან და ზოგადად იმიტომ ხართ წარსულზე ესე ჩაციკლულები და მიჯაჭვულები. აბა ვნახოთ რა სიზავთ, როგორ გამოხვალთ ამ სიტუაციიდან. გეტყვით რომ გამოსვლით გამოხვალთ ნამდვილად ამ ჩაკეტილი და მოჯადოებული წრიდან მარტივი არ იქნება, იმიტომ რომ აქ ხედავ რომ გარკვეული სახის არჩევანით წინაშე დადგებით და მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება თქვენ თვითონ დაიღოთ თავზე პასუხისგებლობა, მარტივი არ არის, იმიტომ რომ გული და გონება ერთმანეთს ეწინააღმდეგება თითქოს რაღაც მომენტში, თითქოს აქ ბევრი მესამე ფაქტორიც არის სიტუაციურად, რომელშიც იმყოფებით და ბევრ რაღაცის გათვალისწინება გიწევთ, მაგრამ ხედავ რომ აი ამ არჩევანს გააკეთებთ და საბოლოო ჯამში გადიხართ და აი ბალანსდებით, სულიერ შინაგან ჰარმონიას და ბალანსს მიაღწევთ როგორც ესეთი. ოღონდ ხედავ რომ აქ ურთიერთობიდან და ძველი სიტუაციებიდან და ნეგატიურ პრობლემებიდან გასვლა, გათავისუფლება ჩანს, თითქოს და ტოვებთ იმ სიტუაციას, რომელშიც ბედნიერები აღარ ხართ, სადაც ახალი განცდები აღარ იყო, სადაც ახალი გამოცდილება არ იყო, თქვენი სული ძახს რომ მე აღარ მინდა აქ და მე უნდა გავიდე და გასვლას ნამდვილად მოახერხებთ და გამოხვალთ ამ ჩაკეტილი წრიდან უფრო მეტ ბალანსსა და ჰარმონიაში გხედავთ. პირად კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ზე, Viber-ზე, მითითებულ ნომერზე, დარეკვით გთხოვთ რომ არ დამირეკოთ მომწერეთ, იმიტომ რომ ვერ ვახერხებ ხოლმე ზარებზე პასუხების გაცემას, Facebook მაყურებელმა შეგიძლიათ პირად შეტყობინების ზოლში მომწეროთ. მადლობა ყურადღებისთვის.